Shine like a star. Am სიმღერით წარსდგება ქართველი კონკურსანტი ანიტა აბგარიანი საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. საორგანიზაციო სამუშაოები უკვე დასრულდა და აქტიურად მიმდინარეობს რეპეტიციები. ფინალური შოუ 13 დეკემბერს 20 საათზე ოლიმპიურ სოფელში გაიმართება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი მუშაობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. მარიკა, გისმენთ. დიახლაშა, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ბოლო გამომსვლელის რეპეტიცია. დღეს 9 კონკურსანტმა გაიარა უკვე მეორე კოსტუმირებული რეპეტიცია და რამდენიმე წუთში დაიწყება გახსნის ცერემონიალის რეპეტიცია და ასევე რეპეტიციას გაივლიან შოუს წამყვანები ლიზა ციკლაური და დათუნა ალადაშვილი. რაც შეეხება როგორ მიმდინარეობს მზადება და რა ეტაპზე ვართ, ახლა ამაზე უფრო დეტალურად ისაუბრებს ნათია მშვენიერაძე, ევროვიზიის აღმასრულებელი პროდიუსერი. ნათია, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ გამოყავით, რომ ვიცი რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ და მოდით უფრო მეტი დეტალი გვინდა რომ მოვუყვეთ მაყურებელს, როგორ მიმდინარეობს მზადება პირველ რიგში და ტექნიკური ნაწილიც რო გითხრათ, ძალიან საინტერესოა. ახლა დღეს დამთავრდა უკვე რეპეტიციები, ოფიციალური რეპეტიციები, როგორც ცნობილია, ქვეყნები და დელეგაციები გადიან ორ რეპეტიციებს. დღეს დავამთავრეთ რეპეტიციები. მინდა ვთქვა რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირიც აღნიშნავს და ძალიან ბევრი წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნის, რომ ესეთი პოზიტიური, ესეთი კარგი დამოკიდებულება არ ახსოვთ თითქმის არც ერთ ქვეყანაში და ჩვენ ძალიან ამაყები ვართ და ჩვენი მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ მაქსიმალურად გამოგვივლინა ჩვენი ქართული ხასიათი, ქართული სტუმართმოყვარეობა და ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ჩვენ ეს შევძელით. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ტექნიკურად როგორც ბევრჯერ გვითქვამს ჩვენს ინტერვიუებში, ევროვიზია არის ძალიან კომპლექსური და რთული კონკურსი. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კულტურის სამინისტროს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული და რომლის ეგიდითაც ტარდება ზუსტად ეს ღონისძიება და სტარინგ ჯორჯიას, რომლის დახმარებითაც არის ზუსტად ის, რომ ტექნიკურად ძალიან კარგად ვართ აღჭურვილები. დაახლოებით 400 კვადრატული მეტრი ლედი გვაქვს გამოყენებული და კიდევ ერთხელ მადლობა სტარინგ ჯორჯიას. ასევე მუშაობთ 16 კამერით, არის სხვადასხვა ტიპის კამერები. ეს ისეთი შოუა მრავალკუთხოვანი, რომ საჭიროებს ესეთი სხვადასხვა ფორმის კამერების და ოპერატორების გამოყენებას. ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ქართველია ჩართული ამ შოუს გაკეთებაში, დაახლოებით 400-დან 500-მდე ადამიანი და რაღაც ნაწილი არიან უცხოელი კოლეგებიც, უცხოელი პარტნიორებიც. ჩვენი ძირითადი მიზანი იყო ის, რომ დაგვესაქმებინა და ჩაგვერთო ბევრი ქართველი სპეციალისტი ამ საქმეში, თუმცა ევროვიზია საჭიროებს ისეთ რაღაცა აქვს, ისეთი ნიუანსები, სადაც საჭიროა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა და სწორად აი ამ რაღაც კონკრეტულ წერტილოვან ადგილებისთვის ჩამოვიყვანეთ ეს ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ნათია, თქვენ წლების განმავლობაში ხართ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ამ კონკურსზე, თუმცა ახლა აბსოლუტურად სხვა ამპლუაში ხართ. მაინტერესებს, აი, როდესაც შენს ქვეყანაში ტარდება შოუ, ამ დროს რამდენად რთული არის ამ ყველაფრის გამართვა, ისე რომ 12-ში და 13-ში ვიხილოთ უნაკლო შოუ აქ და 13-ში უკვე რა თქმა უნდა მაყურებელმა, იმიტომ რომ 12-ში მოგეხსენებათ შოუს 3000 მაყურებელი დაესწრება. ეს იქნება გენერალური რეპეტიცია და ამ გენერალურ რეპეტიციაზე იქნება ჟიური, რომელიც დაწერს ქულებს. ეს ქულები უკვე დაჯამდება 13-ში მაყურებლის ქულებთან და ასე გამოვლინდება. გამარჯვებული და აი მაინტერესებს 12-ში და 13-ში რა გველოდება და რა არის განსხვავებული, როდესაც მასპინძელი ხარ. როდესაც წასული ხარ სხვა ქვეყანაში, შენი ერთი ქვეყანა გაბარია და ანუ ისეთი დიდი პასუხისმგებლობა არის, აქ ყველა ქვეყანა გვაბარია და ძალიან საპასუხისმგებლო. ასევე მინდა ვთქვა, რომ მრავალი წელი ევროვიზიაზე ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა მეც ახლა ვისწავლე, მეც ახლა აღმოვაჩინე, იმიტომ რომ ევროვიზია არის პროექტი, რომელიც ყოველწლიურად ვითარდება და სულ რაღაც ახალ-ახალია და ჩვენი გუნდი ძალიან ბედნიერია იმითი, რომ ზუსტად ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა გამარჯვება და უმასპინძლეთ ამას, ამ ღონისძიებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის და ყველაფრისთვის. რაც
შეეხება რა ხდება 12-ში და 13-ში, 12-ში როგორც აღნიშნე მარიკა არის გენერალური რეპეტიცია, სადაც ჟიური შეაფასებს მონაწილეებს, ხოლო 13-ში არის უკვე live show, სადაც უკვე მაყურებელს შეეძლება უყუროს და ხმა მისცეს და ასევე მინდა აღვნიშნო, ალბათ ეს უკვე აღარ არის ახალი ინფორმაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ საბავშვო ევროვიზია არის პროექტი, სადაც ქვეყანა თავის თავს აძლევს ხმას და ზუსტად 12-ში უკვე ღამის 12 საათზე გაიხსნება ონლაინ ხმის მიცემა და ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ ხარი დაუჭირონ ანიტას და ანიტას მხარის დაჭერა, ეს არის საქართველოს მხარის დაჭერა, ხოლო 13 გული არ დაწყდეს იმას, ვინც ბილეთები ვერ იყიდა და ვერ მოვა დარბაზში, იმიტომ რომ ტელევიზორთან ელოდებათ ულამაზესი შოუ, ულამაზესი გახსნით და სხვადასხვა ინტერვალური აქტებით, რომლის დამდგმელი რეჟისორიც არის ბასა ფოცხიშვილი და სცენის ზოგადად პროექტის ავტორი არის თამარ ფოცხიშვილი. ასე რომ დაელოდეთ 13 დეკემბერს და უყურეთ შოუს. დიდი მადლობა ნათია მშვენიერაძე, შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი იყო ჩვენი სტუმარი და მე მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ 70 მილიონიანი აუდიტორია ეყოლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ კონკურსს 20 ქვეყანაში პირდაპირ ეთერით გადაიცემა კონკურსის ტრანსლაცია და ეს არის სატელევიზიო შოუ, შესაბამისად მე ყველას გირჩევთ, რომ აუცილებლად ამ დროს იყოთ ეკრანებთან, ზუსტად 20 საათზე დაიწყება შოუს ტრანსლაცია 13 დეკემბერს. ახლა კი ჩემი სტუმარი არის თათა სვანიძე, საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თათა, მოგესალმები, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კულტურის სამინისტრომ და სახელმწიფომ პირველივე დღესვე დაადასტურა, როგორც კი 2024 წელს ანდრია ფუტკარაძე გახდა ამ პროექტის გამარჯვებული, რომ საქართველო უმასპინძლებდა ამ შოუს და ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა და უფრო დეტალურად მინდა რომ ვილაპარაკოთ მოსამზადებელ პერიოდზე და რამდენად რთული იყო ის ყველაფერი, რასაც 13 დეკემბერს ნახავს ევროპელი მაყურებელი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში საორგანიზაციო ჯგუფს მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით თითოეულ იმ ადამიანს, ვინც სწორედ აქ ამ ტერიტორიაზე მუშაობს, იმიტომ რომ წარმოუდგენელი შრომა არის ამ ყველაფერში ჩადებული, რასაც ხედავს მაყურებელი. შოუს მიღმა არის იმდენი ნიუანსი და იმდენ შრომა საჭიროებს, რომ ეს ადამიანები უკვე იმსახურებენ ძალიან დიდ მადლობას. რაც შეეხება პროექტის მნიშვნელობას, დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია ევროვიზია არის პროექტი, როდესაც მსოფლიოს ეპიცენტრი ხდება ის კონკრეტული ქვეყანა, რომელშიც იმართება ეს პროექტი, ასე რომ ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ტარდება ევროვიზია და გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი შესაძლებლობები დავანახოთ 18-ვე დელეგატ ქვეყანას და თუნდაც ევროვიზიის იმ დიდ გუნდს, რომელიც წლებია ამ ყველაფერზე მუშაობს და ნათიამ სწორად აღნიშნა, რომ ჩვენი სტუმართმასპინძლობით აქაც გამოვირჩეოდით. ყველა უწყება ჩართული არის ამ პროცესში, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ მასშტაბზე, რომელიც ამ კონკრეტულ პროექტს აქვს და ეს არ არის მხოლოდ ის, რასაც ეკრანზე ვხედავთ. შესაბამისად, ამ წუთისთვის და დღევანდელი მდგომარეობით უკვე ყველაფერი წესრიგშია და თავის ადგილზეა. შესაბამისად, ყველა უწყებას აქვს თავისი კონკრეტული გეგმა გრაფიკი, როგორ უნდა იმუშაოს ამ კვირის განმავლობაში, იმისთვის, რომ 12-ში და 13-ში შედგეს ეს პროექტი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ და გვინდა და წარმატებებს უსურვებთ არაჩვეულებრივ ანიტას, როგორც ანდრიამ შეძლო საკუთარი ნიჭით და ძალიან დიდი შრომით და ამ ქვეყანას მისცა ეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვიამაყოთ და პატარა ანიტაც გახდება წელს გამარჯვებული. ასევე მინდა კითხოთ და მინდა რომ ვიამაყოთ იმ ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობებით, რომლებიც გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ასე ხდება ხოლმე, რომ ჩადის ტექნიკა და ჩვენთან 70%-ზე მეტი უზრუნველყოს Starring Georgia. ამაზე მინდა რომ გკითხოთ. Starring Georgia-ს გუნდი არის ძალიან გამოცდილი გუნდი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ იმუშაოს ისეთი ტიპის live კონცერტებზე და დიდ არტისტებთან, როგორებიც საქართველოში ყოფილან და არა მხოლოდ საქართველოში, საზღვრებს გარეთაც Starring-ის გუნდი აქტიურად მუშაობს მსგავსი ტიპის პროექტებზე. მათთვისაც ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო ესეთი live shows ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება და მათი მხარდაჭერა და მათი
რესურსის გამოყენება ამ გუნდისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ნამდვილად დაკომპლექტებულია პროფესიონალი ადამიანებით, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო რჩევები მივიღეთ მათი მხრიდან და ამ ეტაპზე ბუნებრივია ჩვენთან ერთად ტერიტორიაზე იმყოფებიან და საზოგადოებრივ მაუწყებელს ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენთან ერთად ასე გუნდურად და ასე შეხმატკილებულად შევძელით და აქამდე მოვედით. და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მოთხოვნა იბიუსი იყო სწორედ ეს, რომ ეს არის ბავშვების კონკურსი, საკმაოდ სენსიტიურია და ყოველთვის ყველა ქვეყანაში უსაფრთხოება განსაკუთრებით არის დაცული. უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო სამსახური ჩართულია, ყველა საჭირო სამსახური აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს. როდესაც უსაფრთხოებაზე დგება საქმე, ჩვენთვის პრიორიტეტია ეს ნაწილი და შესაბამისად მით უმეტეს ბავშვებს ეხება. ყველა დეტალი გათვალისწინებულია, ყველა მათი მხრიდან მოთხოვნა ასევე გათვალისწინებულია, თუმცა იმასაც დავძენდი, რომ უსაფრთხოების ნაწილში ჩვენ გაცილებით მეტი მოთხოვნა გვქონდა და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მოვეკეცით ამ პროცესს შესაბამისად ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა მაგ ნაწილშიც ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. თუ ნახეთ რეპეტიცია ანიტასი და წარმატება ვუსურვოთ. დავესწარი რეპეტიციას როგორც ანიტასი, ასევე სხვა შემსრულებლების არაჩვეულებრივი ბავშვები იღებენ მონაწილეობას და მართლა ზეიმი არის ეს ღონისძიება, ეს შოუ ანიტას უსურვებს ძალიან დიდ წარმატებას და მართლა ძალიან გვეიმედება, რომ გვასახელებს, ჩვენ ქვეყანას ასახელებს და კიდევ ერთხელ გაჟღერდება საქართველოს მსოფლიოში. ძალიან დიდი მადლობა. 13 დეკემბერს ველოდებით გრანდიოზულ ფინალს, რომელიც 20 საათზე დაიწყება და მე ყველას გირჩევთ, რომ არ გამოტოვოთ ეს შოუ და ასევე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ გავერთიანდეთ ანიტასთვის. 12 დეკემბერს ღამის 12 საათზე დაიწყება ხმის მიცემა ვებგვერდზე JESK.TV. თქვენ უნდა შეხვიდეთ ამ ვებგვერდზე, უნდა მოусმინოთ მცირე ამონარიდებს კონკურსანტების სიმღერების და ამის შემდეგ უკვე გექნებათ შესაძლებლობა 3 რჩეული ამოარჩიოთ და მათ შორის რა თქმა უნდა იყოს ანიტა აბგარიანი, ჩვენი ქართველი კონკურსანტი. მადლობა მარიკა, წარმატებები მთლიანად საორგანიზაციო გუნდს და რა თქმა უნდა ქართველ კონკურსანტს.